მორიგი შეთავაზება მსოფლიო ბანისგან მობილური ტელეფონით არჩევნების ჩატარების ინიციატივის შემდეგ, რასაც ოპოზიციიდან სათანადო რეზონანსი არ მოჰყოლია, პაატა ბურჭულაძე პარტიებს ახალ იდეას თავაზობს. საქართველოს ისტორიულ მაგალითზე ეროვნული ყრილობის ჩატარება და მესამე რესპუბლიკის შექმნა. ბურჭულაძე სწორედ ამ ფორმატში ხედავს ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმავალ გზას და პარტიებს კონსულტაციებზე იხმობს. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმით უკმაყოფილო ბურჭულაძის მორიგი გეგმა ოპოზიციისთვის ახალი თავსატეხი აღმოჩნდა. იმ პარტიათან ვინც ექს-პრეზიდენტის გარშემოა გაერთიანებული, უპირატესობას სალომე ზურაბიშვილის პლატფორმას ანიჭებს და მსოფლიო ბანს სცენაზე დაბრუნებას ურჩევს. ახალი შეთავაზება მიმზიდველი არც ოპოზიციის იმ ნაწილისთვის აღმოჩნდა, ვინც ზურაბიშვილს გამოეყო და ბურჭულაძის კონსულტაციებში ჩაერთო. მესამე რესპუბლიკა თუ წინააღმდეგობის პლატფორმა. ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან ერთად საბოლოო ოპოზიციის დაფიქსირება კიდევ ერთ საკითხზე მოუწევს. ბატონებო, იმ დროს, როდესაც თვალსაჩინო ადამიანი და მილიონებს და მილიარდებს ტელეფონით რიცხავენ ერთი ბანკიდან მეორეში და ამას ინდომენ, რა გახდა ჩვენთან? ინოვაციური ტექნოლოგიების ერაში ტელეფონით გაკეთებული საქმე აღარავის უყურს, მაგრამ არჩევნების ტელეფონით ჩატარების თაობაზე პაატა ბურჭულაძის წინადადება საარჩევნო ინოვაციად როგორც ჩანს, ჯერ ვერ იქცა. ვერ იქცა პირველ რიგში მათთვის, ვინც არსებული სისტემით არც უკვე ჩატარებულ და არც მომავალში ჩასატარებელ არჩევნებს არ ენდობა. მაგრამ ბურჭულაძე არ ნებდება და ინოვაციურ სიახლესთან ერთად ოპოზიციას კიდევ ერთ წინადადებას თავაზობს. ამჯერად უკვე ქართულ რეალობაში გამოცდილს. საქართველოს პირველი და მეორე რესპუბლიკების შემდეგ მესამე რესპუბლიკის შექმნას ბურჭულაძე შემოდგომაზე აანონსებს. იმ დიდ ეროვნულ ყრილობაზე, სადაც იწვევს ყველა პარტიას, ვისი მიზანიც ერთია, მაგრამ მიზნამდე მისასვლელ გზებს აშკარად განსხვავებულად ხედავენ. პირველი რესპუბლიკა იყო გახსოვთ 18-21 წელი, მერე 91 25 ახლა თითო დელეგატი უნდა ჩამოვიყვანოთ ჩვენ შემოდგომაზე თბილისში და გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ გვინდა ახალი არჩევნები. ჩემი ცოტა განსხვავებულია სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე. ჩემი აზრი იყო, რომ კი არ გავგვერთიანებინა ეს პოლიტიკური პარტიები ერთ ძალად, არამედ გავერთიანებულიყავით იდეის შესახებ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და არც ერთი პოლიტიკური პარტია არ უნდა გზნობდეს, რომ ის წარმოადგენს ან ნაციონალებს, ან ლელოს, ან სხვადასხვა პარტიებს. იქ არ უნდა იყოს პარტიების გაერთიანება. არ არის დღეს დროს რომ პარტიების და როცა მივახცევთ ამას და როცა ჩვენი ეროვნული ყრილობა გადაწყვიტავს რომ უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ამ არჩევნებზე უკვე პოლიტიკურ პარტიებმა გაარჩიონ თავი ერთმანეთში. ბევრი ეგზოტიკური აზრი აქვს პაატა ბურჭულაძეს, მე ძალიან მომწონს მისი სიმღერა, მაგრამ მისი პოლიტიკური აზროვნება ძალიან შორს არის იმ ხარისხისგან, რასაც ის როგორც მსოფლიო ბანი გვთავაზობს. ამიტომ მე მას შევთავაზებდი, რომ გაყვეს თავის პროფესიას, არ უღალატოს. პარტიების მიერ უპარტიოდ მესამე რესპუბლიკის შექმნის პერსპექტივა აშკარად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ხშირად ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს, ბურჭულაძის შეთავაზებას დღეს პოლიტიკური აღფრთოვანება საჯაროდ არ მოყოლია. შესაძლოა კონკურენციის გამო, მაგრამ განსაკუთრებით კრიტიკულები ბურჭულაძისეული ერთობის მიმართ იმ ერთობის წევრი პარტიები აღმოჩნდნენ, ვინც პოლიტიკურ ფსონებს სალომე ზურაბიშვილთან შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმაზე დებს. სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაში ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი და ეგ რაღაცა მაკფლანგის წარმომადგენელია. ზუსტად ისე როგორც ხაზარაძე ურტყავდა წიხლებს სალომე ზურაბიშვილის პლატფორმას, ანუ ეს რყევები მიდის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ხო? ლელომ თუ შეარბილა ერთ თვითმმართველობასთან დაკავშირებით პოზიცია, შეარბილა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი მიაწვა და ზიანი დაინახა ამუკა ხაზარაძემ, რაც შეიძლება მიადგეს. სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა არის ის პლატფორმა, რომელიც ჩვენი პოზიციით უნდა იყოს ადგილი დისკუსიისა და კონსულტაციისთვის, ერთიანობის აღდგენისთვის, რომელიც ეხება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც მიგვაახლოვებს ჩვენს მთავარ მიზანს, რეჟიმის ცვლილებას, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. ერთობის ძიებაში ერთობა ოპოზიციამ ბოლოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე დაკარგა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ საკითხზე ლელო ალაპარაკდა. თუმცა სალომე ზურაბიშვილთან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გუშინდელი აუდიენციის შემდეგ მათ პოლიტიკურ სურვილებში წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში ერთობის აღდგენა დაწინაურდა. ერთობის იდეას გულშემატკივრობს ნაციონალური მოძრაობაც. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილის პლატფორმა დიდი ხნის წინ დატოვეს. ბურჭულაძის შეთავაზებაზე კი კონკრეტულს არაფერს ამბობენ. კონკრეტულ საკითხებზე კოორდინირებული მოქმედების წინააღმდეგი არც გახარიას პარტიაა, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ საკითხებზე. თავის მხრივ ოპოზიციური ერთობების დიდი ხანია აღარ სჯერათ გირჩში. ხალბატონი სალომეს იქნება თუ ბატონი პაატას იქნება, მე ამ პლატფორმების არ მჯერა და როდესაც ხალხს ჯეროდა და ხელს აწერდნენ
პლატფორმების შექმნას მაშინ ვაკრიტიკებდი და მოგეხსენებათ იმ ხალხის კრიტიკა ხდებოდა, რომლებიც ახლა პლატფორმას აგინებენ. ჩვენ გაერთიანებას ვაპირებთ ჩვენს მოქალაქეებთან. მხოლოდ და მხოლოდ. არანაირ სხვა პლატფორმაზე გაერთიანებას, მათ შორის ბურჯულაძის პლატფორმაზე ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ. იმ წინააღმდეგობის პლატფორმაზეც გითხარით, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ორი საკითხი ვაკავშირებს. სამსჯელო და სადისკუსიო. ეს არის ხელახალი არჩევნები და უკანონო პატრონების გათავისუფლება. გვიხარია, რომ განახლდა საუბარი დემოკრატიული ძალების გაერთიანებაზე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაში ჩამოყალიბებული იყოს ყველა ოპოზიციური პარტია, რა პოზიცია იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ამ თემაზე თავის საუბარი უნდა შეწყდეს ბოიკოტის სასარგებლოდ, იმიტომ რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. ხდება ისაც ყოველთვის ხდებოდა, არანაირი ლიდერი ოპოზიციას არ ყავს, ოპოზიციის ლიდერი არის ქვეყნის გარეთ. ერთად თუ ცალ-ცალკე, წინააღმდეგობის პლატფორმის თუ მესამე რესპუბლიკის სახელით, ოპოზიციის პოზიციონირება ქართული ოცნებისთვის ერთი პოლიტიკური თამაშის ნაწილია. თამაშის, რომელზეც ფსონებს არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ დებენ. ამ თამაშის ნაწილად მიიჩნევს მმართველი გუნდი ოპოზიციურ დაბას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის თაობაზეც. მარიონეტები არიან სრულად იმისა თუ რას ეთქვიან გარედან მათ ქცევასთან დაკავშირებით არანაირი საკუთარი ნება მათ არ გააჩნიათ აქედან გამომდინარე შესაბამისად მათ საუბრიდან გამომდინარე კომენტარის გაკეთება რთული არის ვინაიდან მნიშვნელოვანია ჩვენ დავაკვირდეთ რას საუბრობენ უცხოელი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა დონორები ვინაიდან ისინი წყვეტენ მათ პოლიტიკურ დღისწესს. ნუ როგორც ჩვენ ვატყობთ ახლა ღია კონკურენციაში არიან შესულები ისეთი პოლიტიკური გიგანტები როგორც არიან ბატონი ბურჯულაძე და ქალბატონი ზურაბიშვილი. მაგრამ ყველაზე ხაზგასასმელი არის ის, რომ ისინი ღალატობენ თავიანთ ამომრჩეველს, ჩიხუმდგომარეობაში ჩაიყენეს თავი. რაღაცა შიდა სპექტაკლი არის და საბოლოო ჯამში ყველა უკვე წმუნდება, ნუ აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მოსახლეობის იმაში წმუნდება, რომ როგორი დავალება წამოვა უცხოეთიდან, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ ამ დავალების მიხედვით იმოქმედონ. ყველა თავს აწონებს თავის პატრონს უცხოეთში, რომ აქ ნაცმოძრაობაში ის უფრო კრეატიულია, ვიდრე დანარჩენი სხვა. ეს არის და ეს აქ მეტი სხვა დღის წესრიგი არავის არ გააქვს. ყველამ კარგად იცის, რომ პოლიტიკურად ისინი დასრულებულები არიან. ეხლა მიდის კეკულუცი თავიანთ პატრონებთან. ერთობებზე საუბრისა თუ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე კამათის ფონზე თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო ახლოვდება. შესაბამისად ახლოვდება ის ვადაც, რომელიც პარტიებისთვის საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაციისთვისაა განსაზღვრული. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ერთობის ფარგლებში თუ ინდივიდუალურად ყველას თავისი არჩევანი აქვს გასაკეთებელი.